მოგესალმებით, მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. კეთილი იყოს თქვენი შემოგზანება. ჩემს არხზე ტარო საჩიელი. ეს არის პროგნოზირება. ეს არის დიაგნოსტიკაც, კონსულტაციაც, საჯარო გაშლები, ძირითადად საჯარო გაშლები მაქვს YouTube-ზე. მაგრამ კოლექტიური ინფორმაცია მოდის ყველა მხრიდან და მით უმეტეს დღეს. ახლა რაც შეეხება ვიღაცებმა მომწერეს, რომ მოკლედ არ დაიჯეროთ, არ დაუჯერო, ის არ სრულდება, ეს არ სრულდება, ან როგორც მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, ზუსტად აღარ მახსოვს კონტექსტი აზრის 80% თუ ტაროლოგი პროფესიონალია და იცის თავის საქმე, გადმოაქვს ინფორმაცია. ეს არის ინფორმაციის მიღება ფაქიზის სივრციდან. ანუ მისი სიღრმისეული ადამიანს გულისხმობ გრძნობა, ფიქრი, აზრი, შინაგანი განცდები, ასევე ახლო მომავლის, თქვათ, იგივე, თუ ფიქრობს მოსვლას, შეხვედრას, გეგმები თუ აქვს რა. ასევე რჩევას გაძლევს. აქ მიდის პროგნოზირება. ნახეთ, 80% რეალურად ასეა, მაგრამ ის 20-30% დავტოვოთ, ხო? რომ ამას გვიტოვებენ ჩვენ. ანუ ნახეთ, ყველა სისტემაში და მით უმეტეს ტაროში მისტიკა ავიღოთ, ეზოთერია ავიღოთ, გნოსტიციზმი ავიღოთ, რო წავიდეთ უფრო იქეთ ძალიან შორს, ადამიანს ჩვენი მატერიალური ეს სამყარო მოწყობილია თავისი კანონებით, ხო? და ადამიანს ეძლევა თავისუფალი ნება. არც ერთ ძალას კიდევ ერთხელ ვიძახით. ცისფერია, შავია, თეთრია თუ ყვითელია. არა აქვს უფლება ჩაერიოს ადამიანის ცხოვრებაში და გადაუწყვიტოს, თუ თვითონ ადამიანმა არ მიიღო გადაწყვეტილება, ვერავინ ვერ ჩაერევა. ის ენერგეტიკული ჩარევები, რასაც თქვენ და ჩვენ ვეძახით, ჯადო, მთვალი, რაღაც დაბრკოლება, წინაღობა, ხელი შეშლა, კი ბატონო, არსებობს და მას აკეთებენ, მაგრამ მაინც ადამიანის სულიერ, ფიზიკურ, შინაგან ძალაზე და მდგომარეობაზეა ყველაფერი. ანუ ძალიან ბევრ რამეს ვერ აკეთებენ. ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, აქედან დავიწყოთ. ზოგს აქვს მფარველობა და ვერ გაარღვევ ისეთი ბრონე აქვს გადაკრული, ხო? ახლა ჩვენ ამას ხო ვერ ვხედავთ ჩვეულებრივი თვალებით. ის შეიძლება ერთი მფარველი ანგელოზი კი არა, მას 5 ყავდეს, სიტყვაზე ვთქვათ. არსებობს ესეთი მომენტებიც. ამიტომ ვერ ეკარება ესეთ მაღალ ვიბრაციულ, მით უმეტეს ეხლა ადამიანს ის ნეგატიური და ბოროტი ძალა. რაც შეეხება ჩარევას კი მოქმედებს, მაგრამ დროებით და ისიც შეაფერხებს, გააჩერებს, ცოტათი გონებას აურევს, მაგრამ ის რო ეხა შეაყვაროს თავი არიქა, მოვიდეს დაგიჩოქოს მუხლებზე და ხელი გთხოვოს, ანუ თუ ადამიანს არ უყვარხარ, ხო? ანუ ეს წარმოუდგენელია. მაშინ უნდა იყოს რაღაცა, არ ვიცი. არავინ მოგატყუოთ, ამას ვერ გააკეთებს. თუ გამოაშტერებს იმ ადამიანს და გამოათაყვანებს და თავის სახელი არ ემახსოვრება, რა ვიცი, გინდათ ესეთი ადამიანი? ან ესეთი სიყვარული? ესეც თქვენზეა დამოკიდებული, ხო? და რა თქმა უნდა, შეუმცირდება სიცოცხლის წლები. ასევე. ეხლა რაც შეეხება იმას, დაძალებას გულისხმობ, რომ ძალით ვერ მოიყვანენ. შეუქმნიან სიტუაციას, პრობლემებს, აფიქრებენ რაღაც, მაგრამ თუ იმ ადამიანს არ უნდა, არ მოვა რა. გამორიცხულია. 80% აი ამ ტაროს ამ სისტემის
ასე ვთქვათ, პროგნოზი სრულდება, მაგრამ იმ 20-30-ს გვიტოვებენ ჩვენ, იმიტომ რომ შენ რო გეტყვიან, რომ ხა ხვალ ძალიან გრანდიოზული დღე გელოდება, ყველაფერში გიმართლებს, აი ხვალ გაქვს ბედნიერი დღე, გადი, ხო, გარეთ, გადი ადამიანო. რა იცი, ვის შეხვდები, ხო? ანუ შემთხვევითობა ხო არ არსებობს სამყაროში ესეთი კანონი. და შენ აუ გაიღვიძე ისეთი დეპრესიული იმით ხარ რა, რომ აუ აი ხა ადგომა არ მინდა, მოდი მეზარება, კაი რა, ეხლა დაუჯერო იმას, ანუ ამას და შენ თვითონ, ხო? მიყავს შენი, უბრალოდ მომენტები მომყავს, მაგალითები, შენი ცხოვრება იმისკენ, რომ ეს არ მოხდეს. და მართლაც არ გახვალ გარეთ, იწვევი ან იჯდები სახში და ის ფორტუნა არ მოვა შენთან, ანუ ტარომ რა გითხრას, აი ამ კარტმა რა გითხრას. ის პროგნოზს აკეთებს, ხო? ის უბრალოდ გეუბნება შენთვის როგორც ასტროლოგია, ასევე გამოთვლებით იმით, ამით ხა გასაგები ნუმეროლოგიაც იგივეა, რომ შენი მისია გაიგო, შენი დანიშნულება გაიგო, კოდია და ეს აუცილებელი ამის გაგება, მაგრამ მე ხა ვერ გადამიწყვიტავს ვერც ასტროლოგი, ვერც ტაროლოგი, ვერც ნუმეროლოგი, ვერც ეზოთერიკოსი და ვერც ფსიქოლოგი ჩემ ცხოვრებას, ჩემ მოქმედებას და ჩემ მიზან მიმართულებას, ხო? თუ არ მინდა, ვინც არ უნდა მითხრას არ გავაკეთებ. ჩემ პრინციპებზე ვთქვათ, მაღლა არ წავალ, თუ სიტყვაზე ვიძახი, ხო? შენზეა რა, ანუ ადამიანზეა დამოკიდებული, მაგას ვიძახი და ამიტომ ის 20-30% თუ არ სრულდება, ეს არის ან თქვენი შთაგონება, რომ კაი რა, მაინც არაფერი არ სრულდება, აი ესე ნათქვამი და ეს უკან გიბრუნდებათ და არ გისრულდებათ, ან არა და გეუბნებიან რჩევას გაძლევენ და წაიყრუებთ და არ მიაქცევთ ყურადღებას და სკეპტიკურად უყურებთ ამ სიტუაციას, მაგრამ მაინც შემოდიხართ და მაინც უყურებთ. მარტო მე არა, სხვებს ვგულისხმობ. ანუ თქვენზეა დამოკიდებული. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ვიძახი ცოცხალი წიგნიდან, ბიბლიიდან აღებული სიტყვები, რატომ არის სიბრძნე და ცოცხალი დღემდე, იმიტომ რომ ცოცხალია, იმიტომ რომ სიბრძნეა, იმიტომ რომ აზრია, დააკაკუნეთ გაგეღებათ, დამიძახეთ და გეშველებათ. ანუ ესე არ არის რომ მე ვიჯდე ახლა, ველოდო და ვიღაცა ჩამომიყრის იქ იმებს, ოქროს მონეტებს. ხო, არა რა, მით უმეტეს ამ მატერიალისტურ ეპოქაში და ჩვენს სამყაროში ყველაფერი ენერგიაზეა დამოკიდებული. შენ თუ ამ ენერგიას არ გასცემ, არ დახარჯა, უბრალოდ უნდა იცოდეს სწორად ამ ენერგიის დახარჯვა. მაშინ არ მოგივა, ეხლა ბევრი მეტყვის, აი მუშაობ, ისა რა ქვია, წელი მაქვს მოწყვეტილი და რაღაც და იმდის არ ვიღებ, არ ხო და საქმეც მაგაში არასწორად იწყვიტავ წელს. ანუ რა ვქნა აბა, სხვა არ არის ეს გამართლება. კიდევ ერთხელ ვიძახი, ერთხელ არ გამოგივა სცადე, მეორეჯერ არ გამოგივა კიდე სცადე. ანუ სადამდეც არ მიაღწევ იმ მიზანს და იმ მიმართულებას, რაც შენ გინდა. ეს ბრძოლა არის, ესე არ არის, რომ ეხლა მე წავედი, ცოტა გავიფხაკურე და მომეცა. ყველაფერზე უნდა ბრძოლა. მე რაც შეეხება ეხლა ამ ლოცვებს, ამ თხოვნას, გაჟღერებას, აფირმაციას, 1000-ჯერ მithქვამს და ეხლაც ვიმეორებ. ყველას, აი უდიდესი ბერი იყო, ნუ ვიცით ხო, მამა გაბრიელი, ცალოსია, წმინდანია, მაგრამ სიცოცხლეშივე იყო. რო ახდენდა სასწაულებს და ამბობდა, ხო, რომ ესე იგი მე კი ვილოცებ და მე ვლოცულობ და მართლაც მთელი სამყაროსთვის ლოცულობდა. შვილო შენთვის, მაგრამ კონკრეტულად. ღმერთმა თქვა, თვითონაც რაღაც გააკეთოსო რა, ანუ ჩემი ის 1000 მეტანიაო, შენ ის 5 მეტანია გულით რო თქვა მომიტევო და მაპატიე და დამეხმარე, ანუ ჩემ 1000 მეტანიას უდრისო, რას ნიშნავს? თქვენ საქმეს, თქვენ ცხოვრებას, თქვენ სიტუაციას ვერავინ ვერ გაასწორებს. დამხმარეები, მრჩეველები, კეთილმოსურნეები, მადლობა ღმერთს, ბევრი გამოჩნდება, რახან ითხოვთ, მოგეცემათ ეს სიტუაცია, მაგრამ თქვენი პირადი საქმე,
თქვენი პირადი ცხოვრება, დაკავშირებული ადამიანთან, იმ ადამიანის სიტუაცია, თქვენი სიტუაცია, ანუ თქვენ თუ არ იბრძოლეთ, თქვენ თუ არ დაისახეთ მიზანი, სხვა ვერ დაგეხმარებათ. კიდევ ერთხელ ვიძახი, დამოკიდებულია კიდე ყველაფერი ზემოდან. ანუ ჯერ ყველაფერი წყდება ზემოთ, როგორც იტყვიან, ყველა ომი იწყება ზემოთ და მერე მატერიალიზდება ქვემოთ. აი ყველაფერი, ჩვენი ნათქვამი, გაჟღერება, სურვილი, რაც გინდათ ის დაარქვით. პრაქტიკები 1000 გვარი, ხო? ვინც აკეთებს, ხა ისინი თუ მიყურებენ, ჯერ ზემოთ უნდა შეისმინონ ჩვენმა ნათელმა ძალებმა, სეციურმა კანცელარიამ და მერე უკვე იქ რომ დიახ დასტურს მივიღებთ პასუხს, ანუ რომ შეგვხედავენ იქიდან და გვიყურებენ და ჩვენ მართლა რაღაცას ვაკეთებთ რეალურად, ესე ვიქცე, ანუ სწორი მიმართულებით მიყვავს ცხოვრება, ბევრი რო არ ვილაპარაკო. აი მერე უკვე მატერიალიზდება აქ ჩვენთან. ეხლა ბევრ შეიძლება ეს არ გესმოდეთ, ძალიან ფილოსოფოსო მესმის და ამისთვის მაგ კიდევაც საამისო, ასე ვთქვათ, გამოცდილებაც და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც, თეორიულადაც ნასწავლიც, წაკითხულიც, დაპრაქტიკებულიც, გაგებულიც და შემეცნებულიც და ამიტომ ვიძახი. ვისაც არ გჯერათ, კი ბატონო, თუ ესე იგი მე რო ვიძახი, რომ ესე იქნება და მაინც ეჭვი შეგაქ, რომ უიმე იქნება, რომ ასე იქნება, რა ვიცი, აბა რა, ანუ უკვე შენ შეგაქ ეჭვი. გასაგებია ეს ახლა საჯარო გაშლებია და ყველაზე არ ემთხვევა, ხო? რა სისულელეა, მაგრამ ინფორმაცია ზოგადი ხომ მოდის, მე ყველანაირად ვცდილობ მოგაწოდოთ ის საერთო ინფორმაცია, რაც მოდის. და ძალიან ხშირად მწერენ, რომ ემთხვევა კი არა და უსრულდებათ კიდეც. ჯერ რუნები ვნახოთ, რუნების ენერგიით, დღეს როგორი დღე იქნება, ჩემო კარგებო. ბევრი გამომდის ხოლმე საუბარი კი. ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ და აქ ხართ შემოსულები, როგორი დღე გვექნება, რომელი რუნა მოვიდა ჩვენთან. რუნა ტეივას არის გამარჯვების რუნა. რუნა წინსვლის, ვისაც მატერიალური პრობლემები გაქვს, ფეო ამოვიდა. ნუ შეგეშინდებათ. ანუ აქ პირდაპირ პასუხია იმისა, რომ იბრძოლეთ, იმოქმედეთ, იბრძოლეთ, წინსვლა არ დაიხიოთ უკან და მიიღებთ იმას, რასაც ელოდებით. ანუ რას? მატერიალურ იმ ხარდაჭერას, კეთილდღეობას და ხვალ ბარაქას, ასე ვთქვათ. რაშიც თქვენ ხართ. ეხლა აქ არის ორი დასტა, The Harmony Tarot Deck და Arcanium. აი ეს ორი. მე მგონი ჩანს კარგად. აქედან უნდა არჩიოთ ეხლა თქვენთვის სასურველი დასტა, რომელიც თქვენ გულს, ასე ვთქვათ, მოეწონება, ჰარმონიული და არკანიუმი. ესეთი ზღაპრული ლამაზი გაშლა გვექნება. აბა დავიწყოთ პირველით, ხო? მე მგონი მოასწარით ჩაფიქრება და დავიწყოთ პირველი The Harmonic Deck. ჰარმონიული დასტით. ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი და ხართ ახლა შემოსული აქ ჩემთან და მიყურებთ მე. დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ. ჩემთვის ეს კარგია რომ სხვამაც უყუროს. და თან თქვენს გამოგივათ ენერგიების გაცვლა გამოცვლა, რაც დღეს ანუ რეალისტურია აქ. ისე არავინ არ ხარჯავს ენერგიას, არა და ბალანს თუ ცდები და შენ ბევრ ენერგიას ხარჯავ და არ იღებ იმ მინიმუმსაც შენთვის არის ცუდი. ამიტომ მე ვიხარჯები თქვენთვის, თქვენც ლაიქით ან კომენტარით დამემოწმეთ და დავიწყოთ დღის ენერგია თქვენთვის. რაღაცა ნერვიულობა, დარდი, შფოთი, შიში, წარსული სიყვარული, შვილები, შეიძლება შვილები.
სტაბილურობა. აქ ამოდის შიში გაქვთ, რომ არ დაკარგოთ. სამსახური, ქონება, სტაბილურობა, ბიზნესი. წარსულიდან წამოსული შიში, წარსულ სიყვარულზე. სტაბილურობის დაკარგვის შიში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ძალიან აქტიური, მიზანდასახული. საკმაოდ გონება მახვილი ქალი და ესე გეშინიათ ეს შიშები გააგდეთ, დაბალი ვიბრაცია. ახალი დასაწყისი გელოდებათ, ანუ თუ გონიათ რომ აი რაღაცები არ გამოვიდა, ჩაიკეტა რაღაც წარსულისკენ ქონდათ თვალყური, ხო ზოგადად ვსაუბრობ, შეიძლება სიყვარულია, შეიძლება პირადია და ეხლა ხართ ესე ხო ჩაკეტილი და დადარდიანებული, იცოდეთ რომ აი სადღაც 4 პერიოდში აი ესე ჩანს გაირკვევა ეს ამბავი აუცილებლად და ახალი დასაწყისი იქნება. ეს უფრო საქმეს და ფინანსებს ეხება, ეხლა აქ დიდი ჩალქს არ ამოსულა, ანუ გულის და გრძნობის კარტები, მაგრამ მაინც შეიძლება გრძნობას ეხებოდეს, არა აქვს მნიშვნელობა. მაშინ ეხლა ვიზეთ ფიქრობთ, აი ვინც გადარდებთ, გულზე ვინც ყავთ ის ადამიანი, ხო, ჩაიფიქრეთ, ხო, თქვენ გულშია ის, ხო, და აი რამ მდგომარეობაში ეხლა ის, ვინც თქვენ ასე გადარდებთ, ხო? ესე იგი იმ ადამიანზე ყოფილა, გესმით, ანუ მე შემიძლია ვთქვა, ხმამაღლა, რომ ის ადამიანი, რომელიცაც თქვენ ფიქრობთ და გაქვთ შიშები, შფოთები, დარდი, ყოფილა წარსულის ადამიანი ეს, წარსულის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, შეიძლება ბავშვობიდან წამოსული ან რაღაც საერთო გაქვთ იმ ბავშვობაში, შეიძლება ბევრი ნაცნობები, რაღაც არ ვიცი რა, მოკლედ ჩახლართული. ახლა ესე ვერ ვიტყვი დეტალურად, იმიტომ რომ საჯაროა, მაგრამ აი იმ ადამიანზეა ზუსტად ფიქრი და ეგოიზმია. შემოდის ეგოიზმი, ანუ რა? რომ ეს ადამიანი ცოტა ეგოისტია და ისე არ გექცევათ, როგორც საჭირო, იმას არ გეუნებათ, რასაც თქვათ ელოდებით, ხო, რისი მოლოდინებიც გაქვთ და ეს გადარდებთ და ანუ რაღაცა შეშფოთებული ხართ ამის გამო. მაშინ რას ელოდებით ამ ადამიანისგან, რის აღიარებას ან რის თქმას? ხო, რახან ასე წავიდა. აი რის აღიარებას და ხო, the empress. რო თქვენ ხართ ერთ-ერთი ქალი მისთვის, სასურველი, ეხლა ცოლი, მეუღლე, შეყვარებული, საყვარელი, რა ვიცი, საყვარელი ადამიანი. აი ამის აღიარებას ელოდებით ამ ადამიანისგან და თუ აღიარებს, შეიძლება გულში კი არის ესე, მაგრამ არ გეუბნება და თქვენ გინდათ რომ ანუ დაგიდასტუროთ, რომ აი თუ აღიარებს. კი, ოღონდ ჯერ არა დრო უნდა. ამ ყველაფერს უნდა დრო, ხა რას მაჩვენებს აქ, რომ სიშორია, შეიძლება, ყველაზე არა, მაგრამ ესეთი სოციალური ქსელური ურთიერთობა, კონტაქტი გაქვთ მიმოწერის, ან არა და შორს არის, ან თქვენ ხართ შორს, ნუ მოკლედ. ან არა დიდხანს გრძელდება ეს სიტუაცია. დიდხანს რა, ნუ 1 წელი მაინც, ხო? შეიძლება მეტიც, მაგრამ ეხლა ზუსტად ვერ ვამბობ, პერიოდი არის საკმაოდ ხანგრძლივი და აი ვერ გადაწყვიტა ამ ადამიანმა, ვერ გაღიარათ რა. მაგრამ ეს კიდე, ანუ გაიწელება, ასე ვთქვათ. ესე უცებ არ მოხდება, რომ გითხრათ, რომ აი თქვენ ნამდვილად ხართ ჩემი, რა ქვია, გულის ვარდი, ხო? მაშინ თქვენი და ამ ადამიანის ეხლანდელი აწმყოდროინს გულისხმობ ურთიერთობა როგორია? აი ამ აწმყოდროში როგორია? ეხლა გაციებულია ცოტა არ იყოს საბრძოლო ის გაქვთ აღებული რაღაცაზე ასამართლებთ ამ ადამიანს და უხეშად პირდაპირ ელაპარაკებით. აი რაც, აი ეს, ანუ აი რაღაც ესე კომუნიკაცია არის თვითონ, ნუ
გრძნობით ამოდის, გრძნობით, პატივისცემით, სხვადასხვა პატივსაც გცემთ და ამოდის ოჯახის კარტი. შეიძლება ოჯახი ყავს. არ არის გამორიცხული. ან მოგიაზრებთ თქვენ როგორც ოჯახის წევრად იმდენად ახლოს ხართ, მაგრამ აღიარებას ელოდებით და იწელება ეს აღიარება მისგან. მაშინ კომუნიკაცია არის, კი. მაშინ როდის მოხდება თქვენი, ასე ვთქვათ, ერთად ყოფნა. იმიტომ რომ აქ უმრავლესობა სიშორეა მაჩვენებენ, ხო? მანძილი. როდის მოხდება? ვინც ახლა ვიდეოს უყურებს, გაირჩიეს. ჯერ არა, ჯერ ისევ ხართ ცალ-ცალკე, მაგრამ ახალი პერიოდი დაიწყება. დაახლოებით როდის? ხო, ეხლა უკვე შეიძლება ახალი წლიდან? ვკითხოთ აბა მაინც. კი. ახალი წლიდან, მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაცია არის. სხვა ქალაქს მაჩვენებენ ადგილს, შორმანძილს, უფრო ეს ამოდის. ეხლა შეიძლება არ არის ეს, მაგრამ ან დაშორებულები ხართ ისე, რომ ვერ ხვდებით ხშირად ერთმანეთს, მაგრამ უფრო რაც ამოდის, გეუბნებით იმას. ახალი დასაწყისი იქნება, მაგრამ რის ფონზე, იცით, აი მატერიალური კრიზისი ექნება, რაღაცა შეექმნება კრიზისი, შეიძლება ჩამოვიდეს, ან თქვენ წახვიდეთ, არ ვიცი, უფრო ის ჩამოვა მე მგონი. და აი სამყაროს კარტი ამოდის, რაც ნიშნავს შეხვედრას, ხო? შორი მანძილიდან ჩამოსვლას, შეხვედრას, კონტაქტს და შეექმნება კრიზისული მომენტი. ან თქვენთან რაღაცას მოინანიებთ, რაღაცას აი ახლა მე კარტებიდან გამომდინარე გეუბნებით რა. არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდება მისთვის არასახარბიელო და დაჭირდებით თქვენ, იმიტომ რომ თქვენ აქ ამოდიხართ აყვავებული ქალი. Nine Pentacles ნიშნავს ქალს, რომელსაც ყველაფერი აქვს, ყვავის ქალი, ხო? ეს ხართ თქვენ. და თან ძალიან მიზანმიმართული, აქტიური, ასევე ბევრ რამეში რო ეხმარებით და შეგიძლიათ, ხო? ამ ადამიანს რო დაეხმაროთ და ანუ მაინც ბოლოს თქვენთან მოდის. აი ეს აღიარება მომეწონა ძალიან. მუხლის ჩოქებზე რო დგას და თქვენ რო ანუ აწყნარებთ. თუ მოხდება, ანუ სამყაროს კარტი და ახალი დასაწყისი ყველა ვარიანტში შეხვედრა თუ შორს არის, ჩამოსვლა შეხვედრა იქნება, მაგრამ მაინც ამ შეხვედრის დროს თქვენ თუ ანუ იმ სიტყვებს თუ გეტყვით, რასაც თქვენ ელოდებით და თუ ანუ თქვენ დამშვიდდებით, ასე ვთქვათ, მისი აღიარებით, ხო? ბოლომდე არ არის დასრულებული ეს პროცესი, კარტი მეუბნება, ანუ ჯერ კიდე გრძელდება, მაგრამ დასტაბილურდება სიტუაცია, the Wheel of Fortune ამოდის, რაც ნიშნავს ციკლურობას, ესე იგი დატრიალდება წაღმა, ისევე ბედის ბორბალი, ანუ ხო ყველაფერი ციკლურია დღეს ამ სამყაროში და თუ იყო რაღაც მომენტში უკან დატრიალებული, ეხლა დატრიალდება წაღმა და დასტაბილურდება და საბოლოო ჯამში კმაყოფილი იქნებით. ეხლა ზუსტად აღიარებას და არიქა მუხლის დაჩოქებას ეხლა ვერ გპირდებით, ვერ. მაგრამ რაღაცა იქნება, ეხლა იცით, მithumetes ქართველი კაცების სიამაყე. ხო. აზნაურ ამპარტამნული ისენი, რა ქვია, ბუნება. მაგრამ რაღაცა ისეთი იქნება, რომ მიხვდებით, რომ მისთვის ეხა ეს აღიარება. კარგი, The Harmonic Tarot Deck პირველი ვარიანტი იყო ეს და მადლობა. გადავედით მეორე ვარიანტზე, ეს არის Arcanium Tarot, ვინ ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი. სიგნიფიკატორით ვიწყებ, ჯერ ამოვიღებ ენერგიებს. აბა რა მდგომარეობაში ხართ ეხლა თქვენ, რა ხდება და რა ენერგიებში ხართ. მეორე ვარიანტი. სიყვარული ამოდის, პარტნიორობა, სიყვარული, ურთიერთობა, და საყვარლობაც. და გაორმაგებული სიყვარული. გაორმაგებული, ნამდვილი სიყვარული და აი ორმხრივი რო იტყვენ ყველანაირად. ან პარტნიორია ვისთანაც გააქვთ ურთიერთობა და საყვარლობთ, პირდაპირ ვიძახი რაც არის,
და ხართ ახლა ამ სიყვარულებში ჩაძირული ან არა და ну, მოკლედ ძალიან კარგი კარტები ამოდის. ახალი დასაწყისი იქნება დიდი აყვავებით. ანუ აქ ეს საჩუქარიც არის, ფულიც არის, თქვენი პარტნიორისგან მოდის. ანუ სიყვარული, ურთიერთგაგება ერთ პერიოდში რა დაახლოებით 1 თვე, ანუ 1 თვის მერე, ახალი წლებისთვის ალბათ. აგერ ახალი დასაწყისი და ну 2 ტუზი, რა უნდა ვთქვა. არჩევანის წინაშე კი შეიძლება იყავით, მაგრამ ეხლა მანაც აგირჩიათ თქვენ ორიანი თასები ამოდის, ორ მხრივ სიყვარულს და თქვენ რა თქმა უნდა გიყვართ. ანუ აქ ეხლა რაზე უნდა გავშალო მეორე ვარიანტი, არ ვიცი. მაინც ვკითხავ. რამდენად გაკმაყოფილებთ ეს ადამიანი კი არის სიყვარული აქ, ულევად, მაგრამ მაინც. რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ ამ ადამიანით. ძალიან კმაყოფილი ხართ, გამარჯვებულად გრძნობ თავს, აქაც ამოდის გზა, შეიძლება ეს თქვენი ცხოვრების გზა იყო, რომელიც გაიარეთ, იმიტომ რომ აქ ამოდის სამკუთხედი, გულგაცრუება, შეიძლება წარსულში მე ვიძახი, ახლო წარსულში იყო რაღაც გულგაცრუება, დარდი, მწუხარება, ჩხუბი, კონფლიქტი და ეხლა კომპენსაცია, ნახე, გზა, თქვენი ცხოვრების გზა ნამდვილად. ეს და კომპენსაცია მოგივიდა თქვენ, იმიტომ რომ აქ თვითონ ამოხვიდით თქვენ, როგორც მგრძნობი არ, ემპათიური, ესეთი ქალი, ხო? ყველაფერი გულთან რომ მიაქ, ну ჭიქის აქ წყლის სტიქია, რაც ნიშნავს უფრო მეტი წყალია, მაგრამ შეიძლება ეს რა ქვია, არ ხართ წყალი, უბრალოდ ასე აღგიქვავთ ახლა სამყარო და დასტაბილურდება ყველაფერი, სტაბილურად გექნებათ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც იყო თქვენ ცხოვრებაში რამაც გადგინადგული და ეხლა კომპენსაცია მოდის დიდი სიყვარულით. დიდი სიყვარულით, კი, თავს თუ ცუდად გრძნობდით, ეს პირადს ეხება, სიყვარულს ეხება, მეორეებო, ბოლოს დაგვირგვინდება ყველაფერი ოჯახით. ანუ თავიდანვე ძალიან კარგად წამოვიდა ეს მეორე ვარიანტი და ღმერთმა შეგისრულოთ, გაპოვნინოთ ყველას ის ადამიანი, ვინც იმსახურებს თქვენს სიყვარულს და ვინც ღირსეულია თქვენს გულში ვინც არის და აი ესე შეერთებულიყავით ერთად ორმხრივი და სამმაგი და ხუთმაგი სიყვარულით. ნახეთ რამდენი სიყვარულებია ერთად. სიყვარულს გაჯობია სიყვარულს. დაამთავრე. თქვენ იცით. შეგსრულებოდეთ.